პროკურატურიდან რამდენიმე მეტრში დაიგეგმა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობა. ჩვენ ახლა თბილისი თაუერში ვიმყოფებით, ეს არის ის სასტუმრო, სადაც კონსპირაციული შეხვედრები იმართებოდა, სწორედ იმისთვის, რომ დაგეგმილიყო ბიზნესმენის მკვლელობა. სხვათა შორის არა მხოლოდ მკვლელობამდე, მკვლელობის შემდეგაც კილერი სწორედ ამ სასტუმროში მოვიდა, რადგან როგორც ჩანს ის თავს აქ თავისუფლად გრძნობდა და ვერანაირ საფრთხეს ვერ გრძნობდა ამ სასტუმროში. კილერი არადა მისი ფოტომასალები ვრცელდებოდა ყველა მედია საშუალებაში, ვრცელდებოდა ინტერნეტში და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული, თუმცა ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ სწორედ ამ სასტუმროში მოდის იმისთვის, რომ შეხვდეს გიორგი ჯოხაძეს, თუმცა ეს შეხვედრა არ დგება. ეს არის ის ინფორმაცია, რომელსაც მათ შორის პროკურატურა ავრცელებს. შესაბამისად ჩვენ მოვედით დღეს ამ სასტუმროში იმისთვის, რომ გაგვერკვია რატომ შეირჩა ეს სასტუმრო. სხვათა შორის თბილისი თაუერსი არის ვასილ ბოლაშვილის სასტუმრო. ბოლაშვილი არის ბიზნესმენი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილთან არის დაახლოებული. ბუნებრივია, ბევრი კითხვა ჩნდება, რატომ შეარჩიეს ეს ადგილი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ეს სასტუმრო, რადგან ამ სასტუმროში არც რესტორანი, არც კაფე არ ფუნქციონირებს და აქ დასაქმებული ადამიანები გვეუბნებიან, რომ ამ სასტუმროთი სარგებლობს მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც სასტუმროში რჩებიან და მხოლოდ აქვთ დილის საუზმეზე შეუძლიათ ისარგებლონ სტუმრებმა, აქ მყოფმა ადამიანებმა. შესაბამისად ჩნდება კითხვა შეხვედრისთვის ეს ადგილი რისთვის შეირჩა და რატომ გრძნობდნენ ამ სასტუმროში უსაფრთხოდ თავს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები. მათ შორის რატომ გადაწყვიტა, რომ კილერმა ამ სასტუმროში მოსულიყო მკვლელობის შემდეგ. მაშინ, როდესაც მისი ვინაობა უკვე ფაქტობრივად ყველასთვის ცნობილი იყო და მასზე ძებნა იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული. რესტორანი, კაფე ფუნქციონირებს აქ რომელ საფუძველზე? 24 საათიანია, მხოლოდ დილას მუშაობს, საუზმეზე მხოლოდ? საუზმე არის მეორე საათზე. მეორე საათზე. მხოლოდ დილის საათებში მუშაობენ, ანუ სხვა შეხვედრების ოთახი რაიმე სივრცე არ გაქვთ. მაშინ, როდესაც 14 მარტს 14 გასროლით ბიზნესმენი მოკლა, მისი ფოტო ყველა მედია საშუალებაში იყო გავრცელებული, ის თქვენ სასტუმროში გადაადგილდებოდა შეუქვერხებლად, თავისუფლად. რატომ თქვენი აზრით? აი ეს სივრცე ბარის მიმდებარე ტერიტორია, ეს არსებობს ხოლმე და მეორე სართულზე საუზმისთვის, როგორც მიხაილ გამოკუთვნილი. ნებისმიერ სტუმარს შეუძლია შემოვიდეს აქ დაჯდეს და ილაპარაკოს. თუ თქვენი სტუმარი არ არის? არა, ჩვენი სასტუმროს სტუმარი უნდა იყოს. ხო. ამ ადამიანებს შეუძლიათ საუზმით სარგებლობა მხოლოდ? ისევ ვასილ ბოლაშვილის არის ხოლმე სასტუმრო? არიცით ვისია სასტუმრო? ღარიბაშვილის მეგობრის სასტუმროში დაიგეგმა მკვლელობა და ამიტომ მაინტერესებს იქნებ როგორმე ვინმეს გაგვესაუბროთ, რომ გაგვცეს პასუხი. არიცით ვისია სასტუმრო? უკაცრავად თქვენც არიცით, ისევ ბატონი ვასილის არის ეს სასტუმრო. და რომ გაარკვიოთ შეგიძლიათ, ბატონი ვასილის სასტუმრო ძალიან დიდ სკანდალშია გახვეული. და კილერი სხვათა შორის ამ სასტუმროში მოვიდა მკვლელობის შემდეგ. მაშინ, როდესაც მისი ფოტო ვრცელდებოდა სოციალური მედიით, ტელევიზიებით და ყველას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ძებნებოდა ეს კილერი. როგორ გადაადგილდებოდა თქვენ სასტუმროში? არ ვიცი თქო, მეტი როგორ გიქ. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, გამოიკითხეთ? არ ვიცი. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის საქმეზე პროკურატურა აქტიურად აწარმოებს საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ახლა მთავარი კითხვა არის ის, გამოძიება მივა თუ არა ოთარ ფარცხალაძემდე და ძმები მიქაძეები დაადებენ თუ არა ხელს ოთარ ფარცხალაძეს, რადგან პროკურატურის განცხადებაში ძალიან პირდაპირ არის ჩანაწერი გაკეთებული, რომ სხვა პირების შეკვეთით მოხდა მკვლელობა. შესაბამისად, ვინ არის ახლა ის სხვა პირი თუ პირები, ეს არის მთავარი კითხვა, ვინ შეუკვეთა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა და საინტერესო არის ასევე ის ფაქტი, რომ პროკურატურის განცხადების მიხედვით ძმებ მიქაძეებს ბიზნეს ინტერესები ჰქონდათ, თუმცა მათთან ერთად იყვნენ კიდევ სხვა პირები, აი ამ სხვა პირების დადგენას, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ახლა ჯანგველაძის ოჯახის წევრები და მისი ადვოკატი ელოდებიან. ამ დანაშაულის ჩადენაში არაერთი პირი მონაწილეობდა და ასევე ვაცხადებდით, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ უკვე დაადასტურეს, რომ ყველაფერი ის, რასაც ჩვენ აქამდე ყურადღებას ვამახვილებდით, იყოს სრული სიმართლე. ყველა ვერსია საჭიროებდა გადამოწმებას, შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებას და მხოლოდ ამის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი პირთა პასუხისგებაში მიცემა. რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძე რომანოს, რომელთან დაკავშირებითაც არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, ჩემი პოზიცია არის იგივე, აუცილებლად ყველა ვერსია უნდა გადამოწმდეს, აუცილებლად უნდა ჩატარდეს აქტიური სამუშაოები ამ მიმართულებით და უნდა დადგინდეს უტყუარად კონკრეტული მტკიცებულებებით მისი მონაწილეობა აღნიშნული დანაშაულის ორგანიზებაში. არსებობს ლეგიტიმური შეკითხვები. ხსენებულები არიან სხვა პირი. სხვა პირი აპრიორი არ ნიშნავს, რომ არის კონკრეტულად რა შეკითხვაც თქვენ დამისვით, თუნდაც ოთარ ფარცხალაძე. დავიწყოთ აქედან. მეორე, ვინ რა ხელი უნდა დაადოს ოთარ ფარცხალაძეს საერთოდ, რაში უნდა დაადოს, ვალდება საერთოდ, რომელ ბრალსაც საერთოდ პირადად ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი არ აღიარებს, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება არ მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული დანაშაული თუნდაც გიორგი ჯოხაძემ ჩაიდინა და რა ხელი უნდა დაადოს გიორგი ჯოხაძემ, თუნდაც ოთარ ფარცხალაძეს, როცა თვითონ არ ჩაუდენია, აი ეს ბრალდება, რასაც მას ედავებიან. საქმის მასალებში ვინ არიან კონკრეტულად სხვა პირები მითითებული არ არის. ვინ არიან სხვა პირები? ეს არის კითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც დღეს მოუწევს პროკურორს, მთავარი საგამოძიებო უწყების პროკურორ ლევან ვებხვაძეს. საინტერესოა, მუშაობს თუ არა პროკურატურა ოთარ ფარცხალაძის მიმართულებით და აღმოჩნდება თუ არა საბრალდებო სკამზე ფარცხალაძე. ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ მკვლელობის საქმეზე ზუსტად 5 საათზე სასამართლო პროცესი არის ჩანიშნული. დღეს პირველად განსასჯელი სკამზე დასვა სწორედ ლევან ჯანგოლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამ პირს მათ აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელებს სასამართლო. ცნობილი არის დაცვის მხარის პოზიცია. დაცვის მხარე აღკვეთ ღონისძიებად გირაოს შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, პროკურატურა კი ითხოვს პატიმრობას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე. ეს დღის ბოლოს გახდება ცნობილი.